მოგლეთ სასტავ მოусმინეთ აქეთ. დღეს იმ თემაზე უნდა ვიბაზროთ, რაც მთელ სპორტულ სამყაროს და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონს აუდუღებს ხოლმე სისხლს. საქმე ეხება ილია თოფურიას, ჩვენს ჩემპიონს, კაცს, რომელმაც ევროპა და ამერიკა დააჩოხა და არმან წარუკიანს, რომელიც სულ ცდილობს რაღაც კუდები გამოაბას ილიას ამბებს. აი, პოდკასტში როიჯდა არმანა, ხო იცით, ტიპს ისეთი სახე ქონდა, თითქოს მთელი დივიზიონი მაგის ჯიბეში იდოს. მოდი პირდაპირ ვთქვათ, ილია სხვა დონეა. ტიპი ადრე ჭიდაობდა, მერე მიხვდა რომ ჭიდაობაზე ამდენი ენერგიის ხარჯვა ტყუილი წვალებაა, როცა შეგიძლია ხელებით დაალაგო ყველაფერი. ადგა და კრივი ისე დახვეწა, დღეს ხალხს ისე აძინებს, ნანას სიმღერა აღარ ჭირდებათ. ახლა მარტო ბოქსაობს, არც ჭიდაობა უნდა და არც ზედმეტი ხტომა. არმანა კი ზის და ბრძენობს. ჩემთვის ადვილიაო, იმიტომ რომ ფეხებს კარგად ვიქნევ, დისტანციას დავიჭერ და თუ მოვიდა, კლინჩი ავიყვანო. ბიჭო არმან, ვისელაპარაკები. ილია ისეთი ტიპია, სანამ შენ ფეხის მოხნევას დააპირებ, იქამდე დაგითვლის ნეკნებს. არმანი იძახის, ილია ჩემთან ჩხუბს თავს არიდებსო. ვითომ ილიას მენეჯერმა და თვითონ ილიამ, როცა UFC-დან დაურეკეს, სხვები აირჩიესო. ამბობს, რომ ილიას ურჩევნია ისეთ პენსიონერებს ეჩხუბოს, როგორიცაა ოლივეირა და გეიჯი, იმიტომ რომ იმათ შუშის ყბა აქვთ და ადვილად ვარდებიანო. აი აქ კი ცოტა ზედმეტი მოუვიდა. გეიჯიზე და ოლივეირაზე პენსიონერს რომ იტყვი, იქ უკვე ცოტა უნდა დაფიქრდე, ხომ არ გადააჭარბო. ილიამ დაამტკიცა, რომ ვინც გინდა დაუყენო. მოგლეთ სასტავ მოусმინეთ აქეთ. დღეს იმ თემაზე უნდა ვიბაზროთ, რაც მთელ სპორტულ სამყაროს და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონს აუდუღებს ხოლმე სისხლს. საქმე ეხება ილია თოფურიას, ჩვენს ჩემპიონს, კაცს, რომელმაც ევროპა და ამერიკა დააჩოხა და არმან წარუკიანს, რომელიც სულ ცდილობს რაღაც კუდები გამოაბას ილიას ამბებს. აი, პოდკასტში როიჯდა არმანა, ხო იცით, ტიპს ისეთი სახე ქონდა, თითქოს მთელი დივიზიონი მაგის ჯიბეში იდოს. მოდი პირდაპირ ვთქვათ, ილია სხვა დონეა. ტიპი ადრე ჭიდაობდა, მერე მიხვდა რომ ჭიდაობაზე ამდენი ენერგიის ხარჯვა ტყუილი წვალებაა, როცა შეგიძლია ხელებით დაალაგო ყველაფერი. ადგა და კრივი ისე დახვეწა, დღეს ხალხს ისე აძინებს, ნანას სიმღერა აღარ ჭირდებათ. ახლა მარტო ბოქსაობს, არც ჭიდაობა უნდა და არც ზედმეტი ხტომა. არმანა კი ზის და ბრძენობს. ჩემთვის ადვილიაო, იმიტომ რომ ფეხებს კარგად ვიქნევ, დისტანციას დავიჭერ და თუ მოვიდა, კლინჩი ავიყვანო. ბიჭო არმან, ვისელაპარაკები. ილია ისეთი ტიპია, სანამ შენ ფეხის მოხნევას დააპირებ, იქამდე დაგითვლის ნეკნებს. არმანი იძახის, ილია ჩემთან ჩხუბს თავს არიდებსო. ვითომ ილიას მენეჯერმა და თვითონ ილიამ, როცა UFC-დან დაურეკეს, სხვები აირჩიესო. ამბობს, რომ ილიას ურჩევნია ისეთ პენსიონერებს ეჩხუბოს, როგორიცაა ოლივეირა და გეიჯი, იმიტომ რომ იმათ შუშის ყბა აქვთ და ადვილად ვარდებიანო. აი აქ კი ცოტა ზედმეტი მოუვიდა. გეიჯიზე და ოლივეირაზე პენსიონერს რომ იტყვი, იქ უკვე ცოტა უნდა დაფიქრდე, ხომ არ გადააჭარბე. ილიამ დაამტკიცა, რომ ვინც გინდა დაუყენო, ყველას კავის ადგილს მიუჩენს. საინტერესო ის არის, რომ არმანა თეთრი სახლის ქარდზე UFC 300 გულისხმობს, პროსტა ამერიკულ პონჩში თეთრი სახლს ეძახიან ხშირად ამ მასშტაბის გამო. სათადარეგო მებრძოლია. ანუ თუ ვინმე ტრავმას მიიღებს, ეგრევე ჩასაფრებულია, რომ ცხუბში შევარდეს. თან რა ამბავშია, იცი? თუ ვინმე ამოვარდა, მე გამოვალ და ამერიკის დროშით ვიჩხუბებ. ამერიკელები ჩემით უფრო იამაყებენ ვიდრე გეიჯითიო. ხალხო, ტიპი სერიოზულად ამბობს ამას, გეიჯიზე უკეთეს შოუს დავდებო. აი თავდაჯერება ამას ქვია, მაგრამ რეალობა სხვაა. ილიაზე რომ ეკითხებიან, არმანა ცდილობს პახოდუ დაამციროს. ილია მარტო თათებზე ვარჯიშობს, მეც არაფერს აკეთებსო. გეიჯიზე კიდე ამბობს, დაბერდა და სპარინგებსაც ვეღარ აკეთებს ნორმალურათო. მოკლედ ყველას მიასხმოასხა, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ მთელი სამყარო ილიას და არმანის ჩხუბს ელოდება. ადრე თუ გვიან ეგ მოხდება და მერე ვნახავთ, ვისი კრივია უკეთესი და ვინ ვის აჭიდავებს. არმანა იძახის, მე არ მეჩქარებაო. სწავლობ, ვზრდივი და ჩემს შანს ველოდებიო. იანვარში რომ არ ჩამსვეთ, არ მწყენიაო. მაგრამ ყველამ ვიცით როგორ უთამაშებს თვალებს, როცა ილიას სახელს ახსენებენ. ტიპს უნდა ეგ ჩხუბი როგორც მხიარ კაცს შაურმა. უბრალოდ იცის, რომ ილია ახლა მწვერვალზეა და იქამდე ასვლა ადვილი არ არის. თან ის მომენტია, რომ UFC-მ ჩენდლერთან შესთავაზა ჩხუბი, მაგრამ მერე თითქოს გადაიფიქრეს. ჩენდლერი ამერიკის სიმბოლოსავითაა და ეგ რომ არმანას ეცემა, 99%-იანი შანსით ამერიკელებს გული დასკდებოდათო. ამიტომ სხვა დაუყენეს. მოკლედ არმანა ფიქრობს, რომ UFC-ში ყველა მაგისგან იპარება და ყველა უფრთხის. ბაზარი არ არის, არმანი კარგი მებრძოლია, მაგრამ ილია თოფურია სულ სხვა განზომილებაა. ილიას აქვს ის გართული ჯიგარი და ევროპული კლასი, რაც სხვებს აკლიათ. როცა ილია ოქტაგონზე გადის, იქ უკვე ლაპარაკი მთავრდება და საქმე იწყება. არმანა კი ჯერჯერობით პოდკასტებში უფრო აქტიურია, ვიდრე ჩემპიონურ ქამრისკენ მიმავალ გზაზე.
აი ეს არის ჩვენი პირველი თარო. არმანას ამბიციები, ილიას სიმშვიდე და ის დიდი მოლოდინი, რაც ჰაერში ტრიალებს. ველოდებით როდის დაეტაკებიან ეს ორი ერთმანეთს, რომ ბოლოს და ბოლოს გაირკვეს, ვინ არის ნამდვილი მეფე. ილიამ უკვე თქვა თავისი სიტყვა, ახლა ჯერი სხვებზეა, თუმცა რეალობა ის არის, რომ თოფურიასთან მიახლოება დღეს ყველასთვის სახიფათო თამაშია. მოკლედ გავაგრძელოთ ბაზარი. არმანას რო ეკითხებიან, ისტორია ხომ არ განმეორდებაო. აი ტაილანდში რო წახვედი, ივარჯიშე, ჩამოხვედი და ტიპები დააჩოქე, ისლამ მახაჩევთანაც ეგრე ხომ არ იქნებაო. არმანა აქ უკვე ცოტა პოლიტიკოსობს. იძახის, ახლა მარტო ჩემს წონაზე 155 ფუნტზე ფიქრობო. ისლამი ხომ ზემოთ ავიდა 170-ში და არმანი ამბობს, თუ დიდხანს დარჩება ამ სპორტში, მერე ავალ და ვეცემიო, მაგრამ ახლა მთავარი მიზანი ქამარია. თან სასტავ BMF-ის ქამარზეც, ანუ ყველაზე ცუდი ბიჭის ტიტულზეც ჩამოვარდა ლაპარაკი. არმანა ამბობს, ან საჩემპიონო ბრძოლას მომცემენ ზაფხულის ბოლოს, ან ივნისში BMF-ზე მაჩხუბებენო. მართალია, ბევრისთვის ეგ BMF ქამარი ცოტა სათამაშო პონტია, განსაკუთრებით მას მერე, რაც მაქს ჰოლოვეიმ და ჩარლს ოლივეირამ იქ რაღაცები აურიეს, მაგრამ არმანასთვის მაინც პრესტიჟია. ისე რეალურად ვის უნდა კიდე ერთხელ ნახოს, როგორც წემს წარუკიანი ოლივეირას. მგონი ყველას ილიასთან ჩხუბი უფრო გვიწვავს გულს. ახლა კი გადავიდეთ ყველაზე სამაიმუნო თემაზე. ნინა დრამა. ვინც არიცით, ნინა ისეთი გოგოა UFC-ს მებრძოლებს რო აგიჟებს თავისი კითხვებით და ვიდეოებით. მთელი ინტერნეტი ბაზრობს, რომ არმანას და ნინას შორის რაღაც ხდება. აი პოდკასტის წამყვანიც PBD ეუბნება, ბიჭო, ისეთი ქიმია დაქვთ ვიდეოებში, რას გვატყუებო. არმანა კი ზის, სახეზე აწერია, კაი რა ძმობას ფცევარო და იძახის, არა ძმაო, ნინა ჩემი საუკეთესო მეგობარია. ერთმანეთს პატიოს ცემთ, პროსტა კონტენტს ვაკეთებთო. თან ამატებს, თუ ვინმე ხვდები, იმას პოსტებში ხომ არ გამოაჩენ, ეგ პირადი თემააო. მერე საერთოდ დაასრულა ბაზარი. ნინას შეყვარებული ყავს ის ტიპი, ჩვენს ვიდეოებს იღებს, მონტაჟს აკეთებს და სულ ჩვენთან ერთადაა გადასაღებ მოედანზეო. წამყვანს გაუფართოვდა თვალები. შეყვარებული უყურებს, როგორ ეფლილტავებიან ესენი ერთმანეთს კამერების წინო. არმანა კი აგრძელებს, კი ძმაო, ის ბიჭე ძალიან ჭკვიანია, სოციალურ მედიაში ეხმარება და სულ ჩვენს გვერდითააო. აი, აქ კი ყველას გაგვეღიმა. მოდი სიმართლე ვთქვათ, არმან წარუკიანი არ ღგავს იმ ტიპს გოგოებთან პროსტა სალამი, პასუხი და დაქალობა რო აკავშირებს. ტიპი აშკარად მაიმუნობს. შეიძლება მართალსაც ამბობს, მაგრამ ისეთი სახით ლაპარაკობს, აშკარაა რაღაცას მალავს. ანის შეყვარებული როგორი ნერვების პატრონია, გვერდზე რო უდგას და უყურებს, როგორ ეთამაშება არმანა მის გოგოსო. მოკლედ მაგარი აფერისტული ბაზარია, მაგრამ საყურებლად ასწორებს. თავარი მინუსი ამ ინტერვიუსი ის იყო, რომ წამყვანმა PBD-მ საშინაო დავალება კარგად ვერ შეასრულა. სულ რამდენიმე დღის წინ არიელ ჰელვანის შოუში ილია და არმანამ ერთმანეთს ისეთები აძახეს, რომ ეგ პოდკასტი 4 საათი უნდა გაგრძელებულიყო. ამათ კი ბევრი რამე გამოტოვეს. ილია და არმანი ერთმანეთზე ისეთ ნაგავს ისვრიან, რომ ოქტაგონზე რომ შეხვდებიან, იქ ნაპერსკელები კი არა, მეხი დაეცემა. ჩვენ კი რა დაგვრჩენია, ველოდებით ილიას მორიღმა გარჯებას. არმანა რაც არ უნდა ილაპარაკოს, ილია თოფურია თავის საქმეს აკეთებს. მოკლედ, კონკრეტულად და სასტიკად. ასე რომ სასტავ, მოემზადეთ, წინ დიდი ამბებია. მოკლედ სასტავ სურათი ასეთია. არმან წარუკიანი ცდილობს, რომ ყველაფერი თავის სასარგებლოდ შემოატრიალოს. ზის პოდკასტებში აკრიტიკებს გეიჯის, ეხება ოლივეირას და თან ილიასკენ იშვერს ხელს. მაგრამ მოდი აფაქტამ ვილაპარაკოთ. ილია თოფურიამ ისეთი რამ გააკეთა, რასაც ბევრი წლები უნდება. ტიპმა ალექსანდრე ვოლკანოვსკი, კაცი რომელიც წლების განმავლობაში დაუმარცხებელი იყო თავის წონაში, უბრალოდ გააუქმა. ეგ უკვე სხვა დონეა. ეგ არის ჩემპიონური ხელწერა. არმანა კი ისევ იმ თუებით ლაპარაკობს. თუ შევხვდები, თუ დავიჭერ, თუ ვეჭიდავები, სპორტში თუ არ არსებობს, არსებობს მხოლოდ შედეგი და სანამ არმანი ნინა დრამასთან ერთად ვიდეოებს იღებს და იმაზე იფიცება პროსტა ძმაკაცები ვართო, ილია დარბაზშია და იმისთვის ემზადება, რომ მორიგი თავი გააგოროს ოქტაგონზე. ჩვენი ბიჭი არ თამაშობს, ილია ნამდვილი მტაცებელია, რომელიც სისხლის სუნთს შორიდან გრძნობს. საინტერესოა ისიც, რომ არმანი ცდილობს ამერიკელი ფანების გული მოიღოს. ამერიკის დროშით გამოვალო. ბიჭო, ვის ატყუებ, შენი ინტერესები გაქვს. ილიას კი მთელი საქართველო და ესპანეთი ზურგუკან უდგას. ილია არ მალავს, ვინ არის და საიდან მოდის. ეგ არის მისი ძალა. როცა ქართველი კაცი ოქტაგონზე გადის, იქ მარტო კუნთები კი არა, წინაპრების გენი ჩხუბობს. რაც შეეხება იმას, რომ არმანა ილიას კრივს იწუნებს, ეგ საერთოდ საუკუნის ანეკდოტია. ილიას ხელები დღეს UFC-ში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და მძიმეა.
ის რომ ტიპმა ჭიდაობას კრივი ამჯობინა, იმიტომ კი არა მოხდა რომ ჭიდაობა არ იცის. საქართველოში გაზრდილ კაცს ჭიდაობაზე როგორ უნდა უთხრა რამე. არამედ იმიტომ რომ იპოვა გზა როგორ დაასრულოს ჩხუბი უფრო ეფექტურად. რატომ უნდა იგორაო იატაკზე 25 წუთი, როცა შეგიძლია მეორე წუთზე გაუთიშო სინათლე. ამ პოდკასტმა ერთი რამ გამოაჩინა. არმანი ძალიან ნერვიულობს. კი, თავდაჯერებული ჩანს, მაგრამ ეგ თავდაჯერება უფრო თავდაცვის რეაქციას გავს. იცის რომ ილია მასზე ნადირობის, იცის რომ თუ ეს ჩხუბი შედგა, იქ თათებზე დარტყმა და კონტენტის კეთება აღარ უშველის. იქ იქნება ნამდვილი ომი, სადაც ილია ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინაა. ჩვენი პროგნოზი რა არის? ილია თოფურია კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს ამ ქამარს. არმანა შეიძლება კარგი მებრძოლია, შეიძლება ბევრიც ილაპარაკოს, მაგრამ როცა საქმეზე მიდგება, ქართული ხასიათი და ილიას ცივი გონება ყოველთვის გაიმარჯვებს. ილია არ არის უბრალოდ მებრძოლი, ის არის ბრენდი, ის არის სიმბოლო იმისა, რომ თუ მოინდომებ ყველაზე მწვერვალზე ახვალ და იქიდან გადმოხედავ ყველას, ვინც შენს შესაძლებლობებში ეჭვი შეიტანს. ასე რომ არმან, დაწყნარდი, გადაიღე შენი ვიდეოები ნინასთან ერთად, აკეთე კონტენტი, მაგრამ იცოდე, როცა ილია ოქტაგონის კარს გამოაღებს, შენი ზღაპრების დრო დასრულდება. საქართველო კი ყოველთვის თავის ჩემპიონის გვერდითაა. ჩვენ ვიცით ნამდვილი ფასი გამარჯვების და ვიცით, რომ ილია ამ გამარჯვებს არავის დაუთმობს. მოკლედ, ველოდებით დიდ ჩხუბს, მანამდე კი იკაიფეთ ცხოვრებით. უყურეთ UFC-ს და ყოველთვის გახსოვდეთ, ქართველი სადაც შევა, იქ თავის წესებს დაამყარებს.